მოვედით სამპლასზე, ჩემს ყურებას ჯობს ახლა დაგათვალიერებინოთ. აი აქ რა ხდება კარიბებზე. დრონო? აქ არაო. სეზონზე, ანუ როცა არის მშრალი სეზონი, ესეთ კუნძულებზე ერთი კაცი ღირს დაახლოებით $250-ია, ძალიან ძვირია და თან აქაური ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ ფასს, ამიტომ ტურისტების უმრავლესობა ჩამოდიან ერთი დღით და საღამოს ბრუნდებიან უკან, ან მეორე ვარიანტია რომ გქონდეთ თქვენი კარავი გაშალოთ და ამაში $10 იხდით ღამეში. მოკლედ, აი ესეთი სასადილო არის და საყვარელია. სამპლასზე ცხოვრობს კუნა, ანუ იგივე იალას ხალხი და აქ როგორც წესი ერთი კუნძული ეკუთვნის ერთ გვარს, ერთ ოჯახს და სხვას არ აქვს უფლება რომ ქონდეს რაიმე ტიპის ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება კაფე, მაღაზია თუ სასტუმრო, ეს ოჯახი თვითონ არის ხოლმე დაკავებული კუნძულზე საქმიანობით და მაგალითად კერძო ინვესტორს თუ უნდა რომ იყიდოს აქ მიწა, ერთადერთი გზა მიწის საყიდლად არის ადგილობრივი ადამიანის ცოლად შერთვა ან ცოლად გაყოლა. ანუ უნდა თქვენი ესე ვთქვათ პირდაპირი ოჯახის წევრი იყოს კუნას ხალხის წარმომადგენელი და მხოლოდ შემდეგ გეძრევათ უფლება რომ იყიდოთ მიწა. ჯერჯერობით პრაქტიკაში როგორც ვიცით ესეთი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა თეორიული შანსი არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულები არიან აქ ბიზნესით. აი ნახეთ, ეს არის პატარა სახლები, რომელიც არის სასტუმროს ნომრები. გარედან საკმაოდ საყვარელია, თუმცა როგორც ვნახეთ წინაზე ჩვენ აქ დავრჩით, წვიმას ვერ უძრებს, წყალი შემოდის, ხმაური შემოდის და ნამდვილად არ ღირს იმ ფასის გადახდა, რაც ეხლა ღირს მშრალ სეზონზე, მით უმეტეს ახალწლად. კარავი ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რათა პანამაში არის ისეთი მაღაზიები, როგორც არის დეკატლონი და სხვა სპორტული მაღაზიები და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება კარვის ყიდვა. თუმცა ჩვენ ახლა ჩვენს სტუმრებთან ერთად ვართ, არ ვაპირებთ დარჩენას და მე ვნახოთ, შეიძლება წამოვიდეთ კარვით დასარჩენათაც. აი ნახეთ როგორი სიტუაციაა სანაპიროზე. ეხლა არის შუა დღის პირველი საათი და კარიბული ლანჩის დროა. მე მგონი ყველამ შევუკვეთეთ ბრინჯი და თევზი, რომელსაც აქვე იჭერენ. გუგ, შენ რა შევუკვეთე ლანჩზე? თევზი და ბრინჯი. ოლა. ეს ადგილობრივი კუნას ხალხი. ეს არის ჩვენი ლანჩი, თევზი, ბრინჯი და სალათი. ეს კი ადგილობრივი ქალბატონი კუნას კუნძულიდან. ეხლა კიდევ დავაგემოვნებთ და ვნახოთ როგორი გემოვთ. მე მგონი ძალიან გემრიელი იქნება, თან გრილზე არის შემწვარი, ეს არის ნამდვილი ისეთი კარიბული ლანჩი, სამბლასური. ერთი. ძალიან გემრიელი. რა აქვს მენიუში რა არაფერი. ქათამია თევზი. და ყველა თევზი რჩევს და შეიძლება ერთი ქათამი. ქათამი საკმაოდ კარიბული კერძია, ისა თევზე უფრო მეტი ქათამი უყვართ, იმიტომ რომ გუნაზე არა, მაგრამ დანარჩენ კარიბებზე აფრიკის წარმოშობის პანამელები ცხოვრობენ და მაგათ ქათამი უყვართ.
ახლა როგორი, ესე ვთქვათ, შერეული ამინდებია ხოლმე კარიბებზე. ჩემგან ხელმერცხნივ ნახეთ, რა მშვენიერი ამინდია და ჩემგან ხელმარჯვნივ ნახეთ, რა ღრუბლიანი ამინდია. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კუნძულზე სადაც ვართ, ძალიან კარგი ამინდი. მოგწონთ? კაია? ხო, ყველაზე მაგარი სანაპირო არის თელ დედამიწაზე კარიბები. წავედით მეორე კუნძულზე. მეორე კუნძული არის უკაცრიელი, ანუ იქ არ არის არავინ. აი, ბარემ ნახეთ ჩვენი ნავით, როგორც ხედავთ, აქ ყველა ნავი ერთნაირია. ნახევრად კუსტარულს დავარქმევდი. ხშირად ფუჭდება ხოლმე ძრავი, მაგრამ მერე მოდის მეორე ნავი და ესე ვთქვათ, გეხმარება თან გადაჯდებით მეორე ნავში და ესე გავაგრძელებთ გზას. აი, გავიდა ერთი ნავი. ჩამოვედით ახალ კუნძულზე. საათნახევარი გავჩერდებით აქ. დაგათვალიერებინებთ აქაც დაახლოებით ისეთივე სიტუაცია. გუგა შეძლებს რომ დრონი ააფრინოს. არა? აქ კიო ეტყობა უფრო ახალი თაობის კუნა ცხოვრობს. ვაიმე, რა სილამაზეა, ისეთი ცისფერი არის, არც მზე ჭირდება და არაფერი. ეხა უნდა ელენიკომ კოკო და პიპა დალიოს. ხო. კაი, ვიპოვნი, შენ კოკოს ამ პიპას. გუგა, კოკო თუ იქნება, კოკო მირჩევნია. კოკონათი. ვითომ ჯეიმს ბონდი ვარ, გუგამ გამიშვა მისიაზე, რომ ლამაზი ადგილი ვიპოვნო. შედარებით უხალხო, საიდანაც ავფრინდებით. მაგრამ ძალიან პატარა კუნძული არის და რა ვიცი, აბა სხვათა შორის კარიბებზე თუ მოხვდებით კუნძულებზე, იცოდეთ რომ აი ამ პიპებს უნდა უფრთხილდეთ, იმიტომ რომ შეიძლება თავში დაგეცეთ და რამდენიმე შემთხვევა ყოფილა რომ არც თუ ისე კარგად დასრულებულა ეს თავში დაცემა. ეხლა განახებთ რა ულამაზეს კუნძულზე ვართ. ნახეთ რა ლამაზია ეს ყველაფერი. ისე მაინტერესებს აი ეს წინ. აი თქვენც თუ ხედავთ ეს სახლია თუ სასტუმრო, აქაურობისთვის უჩვეულოდ მოწესრიგებულია. აი იქით ამ ხარეს არის ყველაზე კაი ასაფრენი. Viva Cartola, viva Candeia, viva a cuíca do mestre Marçal, viva a Portela, viva a Mangueira, viva o fundo do nosso quintal. Viva a Cartola, viva a Candeia, viva a cuíca do mestre Marçal, viva a Portela, viva a Mangueira, viva o fundo. Buenos días. Viva a Cartola, viva a Candeia, viva a cuíca do mestre Marçal, viva a Portela, viva a Mangueira, viva o fundo do nosso quintal. Viva a Cartola, viva a Candeia, viva a cuíca do mestre Marçal, viva a Portela, viva a Mangueira, viva o fundo do nosso quintal. Viva o samba de partido alto, de enredo, de roda, de choro e canção. Não, ia ჩაძირული. Não, ისქოშ, იმდენი ლამაზი თევზია.
Partido alto de enredo, de roda, de choro e canção. Viva o batuque no couro, no aro, na faca e no prato e na palma da mão. Viva a cartola, viva a candeia, viva a cuíca do mestre Marçal. Viva a portela, viva a mangueira, viva o fundo do nosso quintal. Ai, დაიჭირეს ლობსტერი. Viva a cuíca do mestre Marçal. ნახეთ რა ლამაზი წყალია. Viva a mangueira, viva o fundo do nosso quintal. Viva o jongo, lundo, gafieira, coco, capoeira, Angola regional. Viva a alegria da festa de rua, no bloco, no asfalto e no carnaval. Viva o jongo, lundo, gafieira, coco, capoeira, Angola regional. Viva a alegria da festa de rua, no bloco, na escola e no carnaval. Viva a cartola, viva a candeia, viva a cuíca do mestre Marçal. Viva a portela, viva a mangueira, viva o fundo